მამისა და დადისა და სულისა თმისა და ყველას გინდოცავთ მამა ანტონობას 13 სული მამი ჩამოვიდა მე საუკუნეში იონე ზელაზიანი წინამძღოლი და მაშურის იყო მამა ანტონი და გამარტოებით რო იყო სვეტზე ამიტომ დაეფა მარტონ ყოფილი აქედან სახელწოდება მარტყოფი თან ჩამოვიდა ქრისტეს ხეთუგნელი ხატი ამიტომ მამა ქის ეწოდება ღვთაება და ეს ქრისტეს ხეთუგნელი ხატი მე-14 საუკუნეში თადასმები რო იყო მუსულმანებისაგან მაშინ ამ ეპისკოპოსმა გიორგი მე-14 საუკუნეში ეს ქრისტეს ხეთუგნელი ხატი გადამალა მაგი მოკლესწრება და ნათქვამია რომ ეს ხატი გამოჩნდება იმას გამოუცხადებს მოეთი თუ ქართული ხალხი იქნება სინანულში და სინანული კიდე რა არის სინანული არის ისეთი მდგომარეობა ადამიანში როცა ადამიანს სრული ურჩება რომ დარჩენილი ცხოვრების წლები გაატაროს ღმერთის გასახარად და ღმერთი რო ხილავია ყველას გეჩერთ იკითხოთ ეს ძვირადა ცხოვრებები ეს მამა ანდონი იქნება თუ ხეთევან წაემული თუ თავან მეფე ზოგმა ახალგაზრდა შეიძლება თავან მეფის ცხოვრება იცოდეს თან სასაცილოა თან სადირალია და ამის საშუალება გვაქვს რომ ჩვენი ბავშვები გავზარდოთ ღმერთის სიყვარულით ნათქვამია რომ ბავშვების არ დაიწყება გაღიმებიდან ამიტომ შენ რო თებშებს ეცხო რაღაცას უაკეთებ დიასახლის რო ხარ იმიტომ რომ არ შეგაწუხოს ბავშვმა 3 და 5 წლის ბავშვს უკავი ინტერნეტით ამ მთელი დღე ამის გამო ამდენი ავადმყოფობა ეს ექიმების გამო აქ სტატია წაკითხული რომ დიდხანს ვინც უყურებს ხდება გამოსხივება ხდება გონების დაშუქება და თან პრაქტიკაში ვხედავ რომ ესე იგი რო უყურებ ინტერნეტს ადამიანიანი ცნობის უყარე ხან ლომებს შეხედავ ხან კადებს და ხედავ რომ გადის 3 საათი ახლა მე თუ ვერ ვაკონტროლებ ჩემ თავს მე თუ მეტეს ბავშვები ამიტომ ჩვენ რაღაც დრო უნდა დაუძესო ჩვენ შვილებს ჯობია ახლა იდირონ ვიდრე ჩვენ ვიდიროთ მაგათ გამომიდო 6 და 7 საათი და თუნდაც 3 საათი ადამიანი ესე იქნება პასიურ მდგომარეობაში მიჯამთელობა ხო შეიძლება და მაგრამ თავარი მაინც სულიერი ჯანმრთელობა და ეს სულიერი ჯანმრთელობა საიდან მოდის ღვთისგან იმას ქვია სულის მეტი და მარტო ცოდნა სარაა საკმარისი ამის მაგალითია ეს როცა რევოლუცია მოხდა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ზოგიერთები მოზრდის შვილები იყვნენ ზოგიერთები მოწუნეები იყვნენ და რატო იყვნენ გავალოდებულები სიხარებისა გამო ხას რამდენია ხშირად წინამძღვარი მაგრამ შეადგება ქალაქში და რამდენია გავალოდებული სიხარებისა გამო და რა აკლია და ასეთ ადამიანებს ვინც გავალოდებულია ზოგი სიხარების გამო ზოგი სხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო რა მადლი აკლია და ეს მადლი არ მოგაგოთ ღმერთმა და ეს მადლი კიდე ის მიხარია რომ ბევრს გაეხარდა მამაბაისის მხატვრული ფილმის ყურება და ვიჩერთ ის მოწმუნდები ხართ ვისაც გაგიხარდათ დაინახეთ რა არის ბერობა დღეს მამა ანტონი ბერი იყო და ზოგმა ბერობაც არის ის რა არის ზოგი შეიძლება მონასტერში ცხოვრობდეს და მონასტერს განეკითხებდეს აი რამდენი განეკითხებდა ჩემ მონასტერს და ახლა მივხვდნენ აი რატო არიან ლოთები რატო არიან ნარკომანები რატო არიან ქურდები რატო არიან ყაჩაღები ეს იგივეა რომ თქვა რომ საავტობუსში რატო არიან ჭექიანები რატო ვისაც სიმსივნე აქვს ვისაც ჭლექი აქვს იმიტომ არიან რომ განეკურნონ ფიზიკურად საავტობუსში ასევე მონასტერში და ეკლესიაში იმიტომ მოდის ადამიანი იმიტომ კი რომ წმინდანი გონია თავი ამიტომ კი არ ვეზიარებით რომ ხისი ვარ ზიარების თუ ვეზიარებით რომ ყველა მოგწეს მოთინების უნარი პატიების უნარი სიყვარულის უნარი ტრის სიყვარული კი რასაც ვითხოვს მეთი ერთმანეთის სიყვარული გვაკლია და შეიძლება სამოქალაქო ომამდე მივიდეს ამიტომ რა არის საჭირო ვესწავლოთ სიყვარულის ნიჭი და რა არის კიდე საჭირო აღსარება ზიარების საიდუმლოება ამ აღსარება ზიარებით ხდება ღმერთთან ერთობა და რას დაკარგა ღმერთი ადამიანმა ურჩევის შემდეგ და ხშირად მომბო როცა არასდროს უყურებთ არასდროს უსმენთ ან განვიკითხავთ სულ განკითხვაშია მთელი საზოგადოება ამ დროს შეადოვას მაგალითი რომ ვერავინ ვერ ესულა მეძავ ქალს როცა უთხრა მეტყვა რომ ვინც უცოდვილია იმანეს როს განკითხვა არის ჩამოწერა ადამიანს ჩამოწერა შენ ჩამოიწერები და ვეღარ ცხონდები და ღმერთმა მოთხეს სიყვარულის ნიჭი მამა თუ ისე და 13 ასულები
მამების ლოცვითა გაგახაროთ ღმერთმა ჩვენთან არსმერთი